მიმაჩნია რომ ყველა იმ ვიდეოს შორის რომელიც აქამდე ჩამიწერია ვიდეო რომელიც აი ახლა უნდა ჩავწერო არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე აუცილებელი საქმე ის არის რომ გუშინ დააკავეს 5 სპეცრაზმელი მე ასე ვიტყოდი რომ 5 მანიაკი დააკავეს 5 სადისტი დააკავეს 5 შინაგანად ბუნებით მოძალადე ადამიანი დააკავეს ეხლა ნუ გამომიხტებით ჯერ მოусმინეთ რას ვლაპარაკობ დავლაპარაკობ ზუსტად იმიტომ, რომ ჩემს გვერდზე გამოქვეყნებულ აი ამ თემაზე რაღაც პოსტზე, რომელიც შემდეგ წავშალე, კომენტარები იყო მსგავსი, რომ აი რას ქვია დააკავეს, რატო დააკავეს ბიჭები, ხაბეიშვილის და როგავას ცემისთვის პირიქით, კი არ უნდა დააკავო, ჯილდო უნდა მიცე, აი ესეთი რაღაცეები. თუმცაღა ვნახე შემდეგ სხვა გვერდებზეც დაწერილი მსგავსი რაღაცეები, რომ აი არ უნდა დაეჭირათ ეს სპეცნაზები და ხალხი გამოვიდეთ და დაუდგეთ გვერდით და მათი გამოშვება მოვითხოვოთ. მოდით ცოტა დაფიქრდით რაღაცეებზე. მეგობრებო, არ შეიძლება ესე ადგე და ყველაფერი აპრავო. პირდაპირ გეკითხებით, რატომ ებრძოდით ნაცებს? რატო რისთვის ებრძოდით ნაცებს ამიხსენით? მე ერთადერთი რატომაც ნაცებს ვებრძოდი. იყო ძალადობა. სხვა მე ფეხებზე მკიდია პაბალშომუ სიმართლე რო გითხრათ საგარეო კურსი რუსეთისკენ წავა თუ ნატოსკენ წავა თუ საითკენაც წავა ერთი ჩორტია იდეაში ჩემთვის არც რუსეთი გადაყვება ზედ და შენზე არ იზრუნებს და არც ნატო და ევროკავშირი გადაყვება ზედ და შენზე არ იზრუნებს რაღაცა ქოლგის ქვეშ უნდა ვიყოთ ანიქით ანაკით ჩემს ეგ ერთი ფეხია პირდაპირ რო გითხრათ მაგრამ მე არ მინდა ეს ან ერთი ქოლგა ან მეორე ქოლგა მივიღო ადამიანების წამების, ცემატყეპის და უბედურების საფუძველზე. ეხლა ედო იმ ერთ-ერთ გვერდს რო ისა რა ქვიაო, თუ მასე ფიქრობთო რომ ეს სპეცნაზელები დასაჭერები იყვნენო, აქამდე რატო არ ამბობდით მაგასო? მე პირადად ყოველთვის ვამბობდი. ნებისმიერ შეგიძლიათ ჩემი ვიდეოები აი ზუსტად მაგ დროს 2024 წლის შემოდგომაზე ნახოთ ჩემი ვიდეოები, რასაც მაგ თემაზე ვსაუბრობ და ვამბობ რომ აუცილებლად უნდა მოახდინოს ქართული ოცნების მთავრობამ ამათი იდენტიფიცირება და დასჯა. მაშინაც ამას ვითხოვდი და დღეს როცა გავიგერო ეს ქნეს, ერთადერთი შეგრძნება მაქვს რომ ძალიან დააგვიანეს. სხვა შემთხვევაში ეს არის შესანიშნავი, ეს არის ძალიან კარგი და ეს არის პირველი პრეცედენტი ფაქტობრივად ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომ აი ესეთი მოძალადე ჭყალებში სამართალდამცველები თან სრულიად უაზროდ მოძალადე მე მაშინაც ვამბობდი ამას რომ წაქცეულ ადამიანს მიხვიდე თავში წიხლი დაარტყა არანაირი აუცილებლობა ამისი არ არის თუ მანიაკი არ ახარ შინაგანად ბუნებით მოძალადე თუ არ ახარ არანაირი აუცილებლობა არ იყო გურამ როგავას რაც გაუკეთეს უკნიდან მიეპარა კეფაში ჩაარტყა რაგბში აკრძალული რაგბშიც კი აკრძალულია ეს ილეთი და იმაში მგონი კარატეშიც და ხელჩართულ ბრძოლებს, იმიტომ რომ პირდაპირ იმის რა ქვია, გატეხვას იწევს ბეწვზეა გადარჩენილი გურამ როგავა. პირდაპირ იწევს იმის რა ქვია ამას, მალის ხერხემლის, კისრის მალის გატეხვას. აი ესეთი როგორ ვთქვა, ესეთი მანიაკი უნდა იყო, რომ ეს გააკეთო, რაც იმ სპეცრაზმელმა გააკეთა და ამას მე ყოველთვის ვიძახდი. ასე რომ მოდით ეხლა ჩემთან ესეთი რამეები არ გინდა. დანარჩენი უბრალოდ მეგობრები ხართ ჩემთან ზოგიერთები, ვინც ამ კომენტარებს აკეთებთ, ამ ძალადობის წამახალისებელ კომენტარებს და ძალიან ვთქვათ, ან დაფიქრდით, ან უბრალოდ პირდაპირ გეტყვით, რომ ნაცები ჩემთვის ხართ თქვენ, იმიტომ რომ ნაცები ჩემთვის არის ის ხალხი, ნაცები ჩემთვის არ ასოცირდებიან რომელიმე პოლიტიკურ მიმდინარეობასთან, ამ პოლიტიკურ მით უმეტეს, რომ აი ამ პოლიტიკურ პარტიებს, რაც საქართველოშია, თითქმის ერთნაირი პოლიტიკური პლატფორმა აქვს უყველას, არც ერთი არაფრით არ განსხვავდება. ნაცები ჩემს არ არიან რომელიმე პოლიტიკური მიმდინარეობა, ნაცები ჩემს ასოცირდებიან მანიაკიზმთან, გაუმართლებელ ძალადობასთან და აი ამ რაღაც ძალადობით სიამოვნების მიღებასთან. როგავას რა ქვია საცემი იყო და რაღა როგავა ის იყო და როგავას რო დაარტყა ჯილდო უნდა მოგცე. ზუსტად ასე ფიქრობდნენ ნაცები დაუშვათ სულხან მოლაშვილზე.
სულხან-მოლაშვილს რო აწამებ მაგ კორუმპირებულ ჭყალებში ჯილდო უნდა მოგცენ. ზუსტად ნაცების ფსიქიკა გაქვთ და მე ეჭვი მიჩნდება ასეთ ხალხს რო უყურებ, რომ თქვენ ნაცებს უბრალოდ იმიტომ ებრძოდით, რომ თქვენ ვერ მიიღეთ რაიმე კეთილდღეობა ნაცების პირობებში, თორე ფეხებზე დაიკიდეთ თქვენ, რომ თქვენც რო ფული მაყუთი მოეცათ და კეთილდღეობა მოეცათ, თქვენ დაიკიდებდით გირგვლიანზე ძალადობასაც, ვარც ყველანაირ ძალადობას ფეხებზე დაიკიდებდით და იქნებოდით ნაცები. იმიტომ რომ თქვენ ხართ სულით შინაგანად ნაცები, ვინც აი ამას წერთ. ეხლა რაც შეეხება დანარჩენს, დასაპატიმრებელი იყო ეს სპეცრაზმელებიც, დასაპატიმრებელი იყო აი ეს რაღაც 5 ივნისის ბიჭებს რო იცავთ კიდე ზოგიერთები იმ მოძალადეებს, რომლებიც ჟურნალისტებს დაძდევდნენ და ცხვირპირში ურტყავდნენ და დასაპატიმრებლები იყვნენ, ვინც ახლა დაპატიმრებულები არიან აი ეს ძალადობრივი პროტესტის მომხრეები, სხვათა შორის და ძალადობის განმახორციელებლები პოლიციის მიმართ ქვებს და მე რაღაც ახლა ვითომ რაღაცას რო ხატავენ, რომ სალფეთქის როლისთვის დააკავეს, არა ფეხი, მოძალადე მანიაკები არიან ისინიც. და ძალიან კარგი არის ზუსტად ეს, რომ ყველა მოძალადე მანიაკია დაჭერილი ოცნების მხარესაც, ნაცების მხარესაც და იმ რაღაცა რა ქვია ალკინფოების თუ რაღაცების მხარესაც. სადაც კი რაიმე ძიმე უაზრო ძალადობა, მანიაკიზმი და ის გამოვლინდა, ყველა მხარეს დაპატიმრებულია და ძალიან სწორია, ყველა მოძალადე უნდა ჩაჯდეს ციხეში. ეს არგუმენტი რო გაქვთ კიდე, რომ მიშას დროს კაცო სპეცნას არ აგინებდნენ და ქვებს არ ესროდნენ და რაღაცა და ესენი სპეცრაზმს ქვებს ესროდნენ, აგინებდნენ. გავიგე, ზუსტად იმიტომაც ხედან ციხეში ისინიც, ვინც სპეცრაზმს ქვებს ესროდნენ და აგინებდნენ. და აქეთ არზის ციხეში ის ვინც ეს ყველაფერი მოითმინა და ვინც აი ეს ვერ მოითმინა თუ რაღაცა მე ცოტა ეჭვი მეპარება ვერ მოთმენის შედეგი იყოს, უბრალოდ ესენი ბუნებით მოძალადეები არიან, ესენის ხედან ციხეში და ყველაფერი ლოგიკურია. როგორია მოსათმენია რომ გაგინებენ ოჯახს და დედას და ქვებს გესვენ. ამის მოთმენის უნარი თუ არ გაქვს, არ უნდა იყო სამართალდამცველი. მე კიდე ერთხელ გეუბნებით 2025-ის შემოდგომის ჩემი ვიდეოები ნახეთ, იქაც იგივეს ვამბობ. არ უნდა წახვიდე სამართალდამცველ ორგანოებში სამუშაოდ, თუ აი ასე ფიქრობ, რომ ვერ მოითმენ და ვერ მოთმენაც არის და ვერ მოთმენაც. კაი, ვერ მოითმინე, გააქვს შესაბამისი ხელკეტი, რაღაცა დაარბიე, გაიქცა ადამიანი, წაიც მიდიხარ და თავში წიხს. უთქვამ, ბიჭო, რა შუაშია მანდ ვერ მოთმენა. ხაბეიშვილის აი იმ დონეზე ცემა რა საჭირო იყო. რა საჭირო იყო, კი, შევარდა სპეცნას თუ ზურგზე მიახტა თუ რაღაცა ქნა, ამ დაადე ბორკილები და დააპატიმრე. რა საჭიროა თუ სადისტი არა ხარ იმ დონეზე ცემა. რა საჭირო იყო ის რაგვარია დათორა, რაგვარია ისა კაცარავა ხო? რა საჭირო იყო იმის იმ დონეზე ცემა. როგავაზე უკვე ვთქვი, ეს არის სადიზმი. ხალხო და მერიდეთ ადამიანები, რომლებიც აი ამ რაღაცას ამაშევით, რომ არ უნდა დაეპატიმრებინათ ეს სპეცნაზელები და გამოვიდეთ ეხლა და დავიცვათ ეხლა რაღაც ისულელეს წერდა ერთი კიდე ჩემ მეგობრებში შემნიშნე ის ადამიანი, რომ თუ ეს სპეცრაზმელებიო შემოპარულები იყვნენო და სახელის გასატეხად ჩაიდინეს ეს საქციელებიო, მაშინ დასაჯელები არიანო და თუ არ იყვნენო შემოპარულებიო, მაშინო პირიქითო უნდა დავაჯილდოვოდო. რა ლოგიკაა? ესე იგი შემარცხვენელი საქციელი ჩაიდინეს, ხო? შემოპარულები იყვნენ თუ არ იყვნენ, მათი საქციელი არის შემარცხვენელი და არასწორი. ასე რომ ორივე შემთხვევაში უნდა დაისაჯო, რაღაც სულერულ ლოგიკას ნუ უბერავთ და ძალიან დიდი თხოვნა მექნება. მაინც თუ ვერ შეიგნეთ და იმდენი ტვინი არა გაქვთ, რომ მიხვდეთ რას ვაპარაკობ. ნუ შემოხვალთ აქ და ჩემთან ნუ დააკომენტარებთ აი ამ რაღაცა აი ძალადობის გულის ამრევ რო კომენტარებს რომ დიახაც ლეხაბეიშვილის მცემელს ჯილდო უნდა გადასცე და როგავას მცემელს ის პედესტალი უნდა აი ამ რაღაცა გულის ამრევ ძალადობის წამახალისებელ კომენტარებს ნუ დადებთ ჩემთან, თქვენთან გაატრაკეთ თქვენს სივრცეებში და ერთი რაღაცა მინდა კიდე თქვა აუცილებლად რა არგუმენტი რო გაქვთ, კაცო, ზოგიერთს კიდე რომ ისაო ამითო ეხლაო ეს სპეცნაზელები რო დაიჭირესო, ის სხვა სპეცნაზელებიო, ამითო ის წახალისდებაო, რომ სხვა სპეცნაზელები იტყვიანო, რომ უი, გვიჭერენო და იმასო აღარ გაუტყდებათო რა, გული გაუტყდებათო და წახალისდება იმათი საქციელიო, რა ქვია, იმ მომიტინგეების, რომლებიც დედას აგინებდნენ და სპეცნაზს და ქვებს ესროდნენ.
და ამათი არ დაჭერით რა წახალისდება, იცი? ნებისმიერი სპეცნაზელი იტყვის, რომ წაქცეულის ადამიანისთვის თავში ფეხი ჩარტყმისთვის არ გვიჭერენ, ჟურნალისტისთვის, რომელიც ძალიან საზღარი ჟურნალისტია, მაგრამ უბრალოდ აშუქებს და რაღაცას ლაპარაკობს და უკნიდან მიპარვით კეფაში მუშტის ჩარტყმის და ტროტუარზე დანარცხებისთვის არ გვიჭერენ და უი რა კაია, აი ეს წახალისდება არ დაჭერით და რომლის წახალისება ჯობია რა გონიათ? ბევრად ჯობია იმის წახალისება, რომ ქუჩაში გამოსულმა არასწორმა ადამიანებმა აგინონ პოლიციას, ბევრად ჯობია ამის წახალისება, ვიდრე იმის წახალისება, რომ ყველა მუტრუკმა, სპეცნაზელის ფორმაში ჩაცმულმა მუტრუკმა, სადისტმა, მანიაკმა, ვისაც გაუსწორდება, თავში ფეხი ურტყას. აი ამ სასაქციელის წახალისებას ყველაფრის წახალისება ჯობია. ასე რომ მოკეტეთ რა ჯიგრებო, მოკეტეთ. და მართლა ნუ მაფიქრებინებთ, რომ უბრალოდ თქვენც ნაცები ხართ, უბრალოდ ნაცების დროს მატერიალურ კეთილდღეობა ვერ მიიღეთ და იმიტომ არ იყავით ნაცების მხარეს. მე პირადად ნაცების მხარეს არ ვიყავი ზუსტად აი ესეთი უმძიმესი ძალადობების გამო და არასოდეს არ ვიქნები არავის მხარეს, ვინც აი ასეთ უმძიმეს ძალადობებს გაატარებს და არ დასჯის და კიდე ერთხელ მინდა შეგახსენოთ ლევან გოთუას მითრიდატე პირველი თავი რა სიტყვებით თავდება, ყველაზე წინდახედული წესი ხელისუფლებას სჭირდება, რომ მისი ძალადობად არ გადაიქცეს. ძალა და ძალადობა განასხვავეთ ერთმანეთისგან. ძალა და ძალოვანი უწყებები სხვა რამეა და ძალადობა სხვა რამეა. გონიერ საქართველოს გისურვებთ, მადლობა ყურადღებისთვის.